პრაქტიკა და დღეს გავიაროთ მატერიალ დიზაინის წესების დაცვით აიკონების აწყობა და ფენთული. ცოტა და ყველას ნახავ. Okay, ხო კარგია. Okay, კარგია ხო. Mas ჩავიწერე. Okay. Akfer ხდები რა ხდება. და ეს უკეთესად გასაგები რო იყოს ისიც ჯობია რა ქვია. მესიჯი რაც დაუგდეს ხო? ეს შეცდომები მოსულა რო ყოფილიყო დაწერილი. ხო რაღაცები აკლია. Okay. ხო დამკვეთთან არ ჩანდა და რა ვიცი. ხო, ეს იყო რა ქვია. აღარ გავწერე დამკვეთი იყოს ჩვეულებრივ. Random რამე. აჰა. Okay. კაი. რა კომპოზიციურად და ფერებში მეებს მერე მოგწერე. ხო, მგონი ცოტა ბევრი რაღაც გვიწევს და დავიწყებ პირდაპირ. ეს გავხსენეთ რა ქვია ამ საიტსაც. ჩაგიგდებთ. ეს არის მოკლედ Android-ის ინტერფეისის ფერების, layout-ის, ტიპოგრაფიის, იკონოგრაფიის და ასე შემდეგ წესები გადაწყვიტა, რომ იმას იქნა რა ქვია, open source ყოფილიყო და ანუ უბრალოდ ჩამოეწერეთ ეს ყველაფერი და ერთ საიტზე შემოეთავაზებინათ ამ material design-ის საიტზე, ისე რომ ყველასათვის ცნობილი ყოფილიყო, როგორ დგება Android-ის აიკონები, აპლიკაციები და ასე შემდეგ. Apple-ის პროდუქტებს და iOS ეს არ აქვს გაკეთებული, ანუ იქ სხვა წესები გვხდება, მაგალითად იკონოგრაფიაში, ახლა ჩვენ რასაც გავვით, ხო? ისე თუ მაგალითად სხვა რაღაცაც დაგაინტერესებთ, კარგი რაღაცებია, მაგალითად ფერების თეორია, ხო? აქ არის პირველად მეორეულ ფერებს, აქცენტის დამხმარე და ძირითად ფერებს, როგორ იყენებენ აქტიურ
არა აქტიურ და აქტიურ, მაგრამ გამოყენებაში რო არ არის ესეთი აიკონებისთვის კი არა, რომ აკლიკებ მაგალითად ხო აქ რაც არის ხოლმე ესენი. ფერებს როგორც იცვლის. როგორი ფერები გამოიყენება, რა ფერზე რა ფერი გამოიყენება, ტონალობებში როგორ უნდა განსხვავდებოდეს, აქაც ეგრეა ტიპოგრაფიაზე კი არა და ფონტის ზომაზე რო გეუბნებოდით, რომ აიო ერთს გადაახტით და კონტრასტი რო კონდეს, ერთით მერე რაც იქნება ის აიღეთ, ორჯერ პატარა აიღეთ, ან ორჯერ დიდი, ხო, აქაც იგივეა, რომ ფერებს რო ირჩევთ, თქვათ მაგალითად ძირითად დამხმარეს და აქცენტის ფერს, რაღაც დიდი დაშორებით ვიღებთ ხო ერთმანეთისგან, ხა ეს დაშორებები რა არის, აქ უნდა იყოს წესი ჩამოწეული. აი ეს ხო, ეს არის პალიტრა, რაც გვეხმარება, რომ თქვათ ინტერფეისის შექმნის დროს გავითვალისწინოთ და ეს თუ იქნებოდა ჩემი ძირითადი ფერი 700-იანი შეიძლება ყოფილიყო დავხვარე ფერი და მე 500-იანი ყოფილიყო აქცენტის ფერი, იმიტომ რომ ამას შორის ისეთი დიდი კონტრასტი არ არის, ხო? ეს თუ იქნება რაღაცის ფერი, მე შეიდი არის აქედან ორით მუქი მგონი. გვერდითა პალიტრიდან რაღაც ორი ნომრით უფრო მუქი. ხო ეს გაწერილია 100-დან 900-მდე და მე აქცენტის ფერებით ცალკეა, ხო, ესე ირასაც აქვს წინ აქცენტის ფერებით, ესე არის ცალკე გაწერილი, ყოველს თავისი კოდი აქვს და ესეთი არა გვია. უფრო ეს სისტემური ფერებია, რაც შეგვიძლია რომ დაგვეხმარება და რაც შეგვიძლია რომ გამოვიყენოთ. ხო, ეხლა ფერებს ესე ძირითადად არ გავივლი მე, იმიტომ რომ UX არ გავდივართ და დაახლოებით რაც დაგჭირდება აიკონოგრაფიაში მე იმას ვისად. ლეიაუთები და აქ არის პიქსელებზე და DPI-ზე და ასე შემდეგ ლაპარაკი შეგეძლიათ მე ვთქვათ უბრალოდ გადაიკითხოთ თუნდაც აქ რასაც არ გავივლით ხო ახლა ჩვენ გავაკეთებთ პროდუქტ აიკონებს და სისტემური აიკონები მე შეგეძლიათ რომ ნახოთ იმიტომ რომ ეს მეორე რაც აგიტვირთეთ აქ ხო ეს არის სისტემური აიკონებისთვის ეს ტემპლეიტი და ეს არის პროდუქტ აიკონებისთვის ხო პროდუქტ აიკონები გვინდა ჩვენ იმიტომ რომ სისტემური ბევრად მარტივია და შეგეძლიათ რომ მაგალითად თუ დაგჭირდათ სადღაც დაკვეთაში მე გადაავლოთ თვალი ამ წესებს, Android-ის წესებს, template-იც გექნებათ და მარტივი იქნება, რომ ააწყოთ, ხო? მაგასაც გადავხედოთ. ეს დაგჭირდება ჩვენ. ანუ რა არის? აი მაგალითად product icon-ები ჯერ არის მაგალითად პრინციპი განათების დაკვირვების ხო როგორ იქნებოდა რეალურად ამოჭრილია რომელი უფრო მუქია სადაც დგება ჭრდილი მე ფერი როგორ არის შემოყვანილი აქ გვეუბნება რომ აწყობა და შეცვლა შეგვიძლია 192 პიქსელზე რაც არის რეალურად აქ რომ ნახოთ ამას ვაწყოთ 192 192-ზე და მე გამოყენებაში რომ შედის რომ დავაპატარავებთ 45-55-ზე იმიტომ რომ აიკონები პატარაა როგორც ვიცით და ესე გამოიყენება არ იქნება პიქსელური ის ხო ცდომილება და განსხვავება ზუსტად ყველაფერი დასკეილდება კარგად თუ ამაზე გავაკეთებთ რაღაც ცვლილებებს იმიტომ რომ ეს პატარაა და ამ შეუძლია რომ ვიმუშაოთ და მე დავაპატარავ არის grid და keyline-ები, არის რამოდენიმე basic shape ფორმა მოცემული, რაც შეგვიძლია რომ აიკონებისთვის გამოვიყენოთ. ხო, 4 რაღაც ესეც ვერტიკალური და ჰორიზონტალური ფორმები, გეომეტრია, ყველაფრის რა ნაწილებისგან შედგება ეს არის. გადაპრიალება, ეს არის რეალურად კონტენტი, ფერი, რა ეს კონტენტი რა ჭრდილსაც აყენებს უკან background-ს და background-ი, ხო? background-ი set მატერიალი, foreground-ი ესე რა ვთქვათ, ანუ კონტენტი, ფერი, თლიანად ფერის ჩასხმა, გადაპრიალება, shade-ი, ეს ჭრდილი უშუალოდ ეს რასაც აყენებს, ეს აყენებს უკან და finish-ი, რომელიც ამას გავაკეთებთ და ნახავთ როგორია, ხო? ორი ვარიანტი არსებობს finish-ის, ესაც განხილულია და მე ზუსტად გვეუბნება როგორ რა სიხშირით, როგორი დაშორებით, როგორი მოდით უნდა გამოვიყენოთ ეს ჭრდილი, ხო, რომ გავაკეთებთ, რომ არ იყოს segment-ი, რა opacity 20 უნდა კონდეს, x offset-ი და y offset-ი როგორი უნდა იყოს, blur-ი რამხელა უნდა გავუწეროთ,
და ფერიც მე ფერებიდან ავიღოთ, ხო? ასევეა tint-ის და shade-ის ზუსტად რა სიმაღლე უნდა კონდეს, opacity რა უნდა კონდეს, ფერი ზუსტად რა უნდა კონდეს. სიმაღლე რა უნდა კონდეს, opacity რა უნდა კონდეს და აი ფერზე რაც ვთქვი რომ მეორე ჩამონათვალის ორი shade-ით მუქი რო ავიღოთ, ხო, მაგას გავაკეთე. ესეც გადაბრიალების, როგორი უნდა იყოს, როგორი დახრით, რა ფერის, როგორი ლოკაციით და პირველი სლაიდი და მეორე სლაიდი როგორი უნდა კონდეს. მერე არის do's და don't, ანუ ფერს ჭრდილი არ უნდა, ბევრი ლეიერი არ გვინდა რომ ზედ იყოს, ბევრი კეცვა არ გვინდა რომ იყოს, ასევე აქაც overlap-ის დროს რაღაც კონკრეტული ის არსებობს, ხო, ლიმიტი აქაც, იმიტომ რომ მე რო აპატარებ ამ ყველაფერს თუ თვალისთვის აღქმა დაკარგა და ძალიან დათურთული იყო, ეს არ არის ეფექტური, ამიტომ არ არის გაწერილი წესად. ესეც distorts-იც არ შეიძლება ამ ყველაფერს და ხო, სულ ეს არის. მე სისტემაში რო გადავდივართ, აქაც რაღაც ამას კიდე ხო, ეხლა ეს არის თვითონ ვთქვათ აპლიკაციის აიკონი, რაც შეიძლება რომ იყოს, ხო, რომ შევიდეთ შეგეთ მაგალითად მეილის მასე აპლიკაციაში და ეს უკვე შიგნით რაც ხდება ხოლმე დათანხმება, მიღება, გაგზავნა და ასე შემდეგ, ხო? ეს არის უკვე სისტემური აიკონები. ამასაც აქვს თავისი do და don't, ანუ boldi რო უნდა იყოს, არ უნდა გამოვიყენოთ წვრილი რაღაცები, უნდა გამოვიყენოთ გეომეტრიული ფორმები და არა ორგანული ფორმები. აქ ზომაც ხო 24-24-ზე შეგვიძლია რომ გავაკეთოთ, ის პატარაა, მე ამას ნახავთ თქვენც, ხო? ამას ვაკეთებ პირდაპირ არ ვსრთით და ეს ესეთი პატარა გამოდის და დაპიქსელებული, ამას ესე ვშველით ხოლმე რომ view-დან pixel previews გამოვურთავთ და ვმუშაობთ ამაზე, ხო? არის პატარა 24 point, 24 points. იმიტომ რომ თვითონ არის მარტივი ეს ისენი რა. აიკონები მე რა უნდა იყოს თქვა კონტენტისთვის, რა უნდა იყოს, რომ ის თითი რადგან პატარაა და მობილურზე თქვა თითით მუშაობთ, ხო? რაღაც გამოტყობა ხო უნდა დარჩეს, რომ გაგზავნოს, რომ დავაწვევი გვერდზე რაღაც ხილაკმა ხელი არ შეუშალოს, აქ კიდევ ეს წესები, keyline-ები, ამისით shape-ები იგივეა, მომრგვალებები, პიქსელურად სწორი როგორ უნდა იყოს, როგორი რამდენ პოინტიანი მომრგვალება უნდა კონდეს, რამდენ პოინტიანი სიბრტყე თვითონ ხაზებს, ხო? აგერ ორით მომრგვალებული და ასე შემდეგ, ესეც. რომ იყოს ყველაფერი ისეთი, რა ქვია, ერთმანეთს მსგავსი და კითხვადი თვალისთვის. აქაც ანუ, რა ვიცი, ხო, ორი სისქე, იმიტომ რომ ესეთი განსხვავებები არ უნდა იყოს, უნდა იყოს რაღაც ერთი ზოლივით, ესე რომ ვთქვათ, ეს სისქე უნდა იყოს ამის ტოლი და ამის ტოლი, რომ გამოვიდეს ბოლოს ნორმალური აიკონი. აქაც დაშორება უფრო კომპლექსური თუ ოდნავ კომპლექსური აიკონი გვაქვს, აქ უკვე რაღაც ისენია, ხო, რაღაც ცვლილებები შედის, რომ ერთ ნახევარი შეიძლება რომ იყოს, მაგრამ გამოტყობები უნდა დავტყობოთ. აქაც თავისი do და don't აქვს, რომ არ გვინდა იზომეტრიული, არ გვინდა დატვირთული, ესეც ხო spacing-ი რაც ვთქვი, ხო? აი აქ, ხო? ხონდა დაშორებული ხონდა იყოს ისე, რომ თითით რომ დაადებ რომ აირჩევ, რამე სხვას არ იმას აქაც აქტიური, მაგრამ ფოკუსის გარეშე და არა აქტიური როგორ უნდა იყოს ეს ფერები, იმიტომ რომ ეს ხო მარტო ერთი ფერის არის, ორფერიანიც არსებობს. და მუქ ბექგრაუნდზე როგორ უნდა იყოს ეს ფერები, მე უკვე თეთრში გადადის, ხო? ეს იქნებოდა აქტიური თუ გვინდა რომ აიკონი იყოს, აქაც რაღაცები გათვალისწინებულია, მე ხო თქო. fill-ის გარეშე fill-იანი, აქაც ყველაფერი ორია, ესე აქ როგორ უნდა იმას ვქნათ, რა ქვია. მოვიქცეთ, აქაც ორიანია ეს. ისევე უნდა იყოს გათვალისწინებული ნეგატიური ნაწილის კითხვადობა, როგორც აი თვითონ ამ ორიანი stroke-ის, ხო, აი ესეთი რაღაც უხერხულ ფორმებს რო ეძახი ხოლმე, ეგეთი რაღაც არ უნდა იქმნებოდეს. ესეთი რაღაც კიდევ რომ ან თუ უბრალოდ დადგები და ყველაფერს ორით მოამკობებ, შეიძლება ის shape-ი აღარ მიიღო და რაღაც გამონაკლისები გვაქვს მერე აქ. აქ არის აი ორფერიანი, ხო, შეიძლება იყოს fill-ით და stroke-ითაც, მაგრამ ის დანარჩენი ყველა წესი მაინც ეხება. ცოტა უფრო ეს კომპლექსური აიკონები რაც არის და რეალურად ამას აქვს თავისი
რესურსები და უფესო აიქონებს და რაღაცებს, რასაც გვთავაზობს, ხო? მაინც თუ მარტივი რაღაც გინდა და შენ დაწყობა არ გიწევს, შეგიძლია აქ რამე მოძებნო მაგალითად, თუ რამე ისეთი გინდა, ხო? შეგიძლია რამე მოძებნო და ეს უკვე ყველა წესის გათვალისწინებით აგებულია, ეს switch-ს გადმოწერ და ეს switch ჩვეულებრივ open visit შეიტან ილუსტრატორში და გახსნი და იმუშავა. მოდი ჯერჯერობით იმას ვქეთ, რა ქვია. ჩვენი აიკონი ავაწყოთ, ოღონდ სისტემური არა. Product icon. ეს არ გამოგზავნე ხო?Ams reference ნახავ რამეს და ჩაგიგდებთ. Alright. დავამატებ ხო აქ. და ავაწყოთ ეს გავიმეორეთ როგორ იქნებოდა ყველა წესის დაცვით. ანუ რომელიც სისტემური არ გვაქვს გახსნილი, გვინდა product icon-ები, ხო? ხომ ახალ layers გავხსნა, ყველაფერი დაბლოკილია ამ layer-ებსაც გავჩვენებთ, მერე შევიდა. რები გვაქვს, ანუ ზუსტად რაც იყო აღწერილი, ხო, ეს ბექი არის გადაბრიალება და tint და shade background-ის, front-ი ამის გადაბრიალება და shade, finish-ი, border-ი და მერე იწყება ისინი რომ გამოვხდათ მგონი. border-ი. მერე იწყება grid-ი, keylines და trim-არია, რაც უნდა გავითვალისწინოთ, ხო, ესენი რომ ჩავაქროთ და რომ ამასგან ჩვენით რო ავაწყოთ. Trim-არი არის, რაც უნდა მოიჭრას და რასაც არ ვეხებით. Keylines არის, რაც უნდა გავითვალისწინოთ, მაგალითად აქ რამოდენიმე shape რო გქონდა შემოთავაზებული, აქ არის მერე ეს grid-ები, ესე რომ ვთქვათ, თუ გაიდები, რაც გვეხმარება რომ ავაწყოთ ზუსტად ისეთ ფორმა და grid-ი რაც უნდა გავითვალისწინოთ დაშორებების მხრივ, ხო, ის ორი point-ი რომ უნდა გქონოდა და გამოტოვებული და ასე შემდეგ. ანუ ჩვენ რეალურად მუშაობა შეგვიძლია დავიწყოთ border-ის ზემოთ რო გავხსნა ესეთი layer-ი, აქ შემიძლია რომ ავაწყო მსგავსი, ხო? დავიწყოთ. პირველ რიგში ახლა ამას რო ვუყურებ, რომელია იქიდან შემოთავაზებული ფორმებიდან ეს არის ესეთი ვერტიკალური ოთხკუთხედი, ხო? ამიტომ შევავსოთ უკან ვერტიკალური რაც არის და ფერსაც ბარო ავიღებ აქედან და იყოს რა ფერიც გვინდა. კუთხეები აქვს კვალი, ნახოთ.
რამდენი გამოდის, ხო? Corner-ები გამოდის, რომ 12-ით არის დაახლოებით დამკვალებული. ანუ უკან shapes რო დაინახოს. შეიძლება ჩავწერო. Direct selection tool-ით დავდექი, რომ ზემოთ corner-ები ამომიგდოს. ხო, იყოს 12-ით. გამჭირვალობას ციფში სწორ ლეიერზე არ ვდგავარ და მეკითხო, ხო? ან ზედრო გრიდები რო არ დაგვემალოს. ეს ზემოთ რეფერენსის ფოტო იყო, მაგრამ ამასაც დავბლოკავ, რომ ამაზე არ გავაგრძელო მუშაობა. რეფერენსის ფოტო იყოს ზემოთ და ეს გავაგრძელოთ ბორდერის ზემოთ და გრიდის keyline-ს და trimarias ქვედა ლეიერზე რო დავინახოთ თან და ისე გავაკეთოთ. თვალის ჩაქრობა და რაღაცები არ მოგვიწევს. ესე, მერე გვინდა კონტენტი ხო ზემოდან რაც ხდება იყოს ესეთი რაღაც. ისევ ოთხკუთხედი გვინდა და გვინდა რომ კიდედან დაშორებული იყოს 4 ელემენტით და იყოს სიგანეში 2. ესეთი რაღაც. ფერი არის თეთრი. ხო, 2-ია დაშორებულია 4-ით აქედან 4-ით იქიდან. ამის დამკვალებად შეიძლება იქ არ აქვს დამკვალებული, შეიძლება რომ იყოს ხო. It's a direct selection tool ზემოთ corner-ებს მიგდებს და 2 პოინტი შემიძლია რომ გავწერო როგორც მქონდა იქ მითითებული რომ 2 პოინტი შემიძლია რომ დავამკო. ან რადგან აქ ისეა სწორია შეგვიძლია რომ დავტყოთ თქვათ სწორი. ეს არის რაღაც რომელიღაც ვერსიაში მგონი ეს მერე გვინდა 2, 3 და 4. ეს გვინდა ისე ოღონდ 2-ით დაშორებული, აი აქ negative space-იც გავითვალისწინოთ ის წესები. კიდევ ერთხელ ან შემიძლია როგორ გავაკეთო control-D რო ვისწავლეთ, ხო? ის ზუსტად იგივე დაშორებით გადმომიტანს ამის copy-ს და control-D-ს. და ეს არის ხაც აი აქ. ხო? ისეთი რაღაც. და ოდნავ ქვემოთ არის ეს. გვინდა გადაკეცვა, როგორ უნდა გავაკეთოთ ეს ხო, და ხობს რაღაც გადმოკეცილივით. დავამატოთ მოდი pen tools აქვს ესეთი პლუსი გვერდზე რაც ვისწავლოთ. გვინდა რომ იყოს როგორ ზუსტად რომ გადმოიკეცოს არის მგონი აქედან დაშორება 3-ით 3 კუბიკს ვტოვებ და აქედან არის მგონი 2. ხო ამ ხაზთან. ესენი ხო ჩავსვით ან ბოლოდან მეორე ხაზთან აქ არის 3-ით, აქ არის 2-ით დაშორება. მერე მინდა რომ ეს წაიშალოს რაღაც ზემოთ ნაწილი რაც აქვს, ამიტომ direct selection tool-ით მოვნიშნავს ზედა 2 წერტილს და გამოვაკლებ რომ ეს მოიჭრას, ხო? ასე. მერე მინდა pen tool-ი pen tools დღეს უფრო დავასე დეტალურად გავივლით, მაგრამ ჯერ ეს ავაწყოთ. და მივდივარ კიდესთან, shift-ის დახმარებით ჩამოვდივარ ქვემოთ ისე რომ ამას გავუსწორდეს, იასამნისფერი ხაზებიც მეხმარება, ხო? ასეთი რაღაც. ესენი თუ არ გაქვთ თქვენ იქნება view და
და smart guide-ები ჩართეთ და გექნებათ ეს იასამნისფერი დამხმარე ხაზები, ხო? ეს იქნებოდა გადმოკეცილი, მოდი მოვნიშნოთ ყველაფერი და როგორც ვისწავლეთ, shape builder-ით და მინუსით, ანუ alt-ით გამოვაკლოთ ეს ზედმეტი ნაწილი. ეს არის გადმოკეცვა, ამის ფერიც აქედან ვავიღოთ. ესეთი და direct selection tool-ი ავიღოთ. ეს კუთხე ხან მხოლოდ ეს კუთხე, ხო? ახლა ყველაზე რო დავდგე, ამებსაც მოვიმყარებს. მე მინდა რომ ეს კუთხე იყოს. რომ ყოველგულიდან მგონი აქ უნდა გავწეროთ. ამ კუთხეს გავწეროთ 12. ესეთი რაღაც გავა. ეხლა ამას რაც აკლია არის ეს რა ქვია. ეს რაღაც წესები რაც გვქონდა აქ გაწერილი და მოდი ვნახოთ, ხო? სად არის? ესე იგი, კონტენტი რა shadows-აც აყენებს background-ზე უნდა იყოს normally opacity 20%, x offset 4 ტიპი, y-კიც 4, blurry 4 და ფერი ავიღოთ აი აქიდან. მაგას მე ავიღებ. მოდი ჯერ გავაკეთოთ drop shadow. ანუ ეს არის ხო კონტენტი, ავირჩიოთ ყველა. shift-ით და მინდა effects stylize და აქვე არის drop shadow. Nice. ანუ normally იყო mode 20% იყო opacity 4 იყო offset აქაც 4 გვინდა და blurry-ც 4 იყო. color აი აქ უკვე ხო? color-ში ვიღებთ მოვძებნოთ პალიტრა სად არის ეს ხო გვაქვს იმის ფერი წინა 900-იანი იქნება ალბათ shade-ის ფერი ხო აქვე უწერია როგორც გითხარით კოდი დავაკოპიროთ კოდი Ctrl+C Ctrl+V ესეც იქნება ფერიც გავწერეთ დანარჩენი ყველაფერი გავითვალისწინოთ მგონი shadows-ი რაც უნდა ყოფილიყო ხო ეს არის color-ში და პირველს რო ჩამოვყვებით უკვე იქნება და აიღეთ ეს პირდაპირ Indigo-ს 900 ავიღოთ ეს იყო shadow ესენი გავითვალისწინეთ მე დავთანხმოთ ოკეი მე გვქონდა tint და shade ხო და ამასაც ქონდა თავისი წესები აი tint და shade ეს უნდა იყოს 1 dp ესე რომ ვთქვათ 20%-იანი თეთრი ზემოთ რაც არის და ეს shade-ის ფერი რაც ავიღეთ ხო იგივე ფერი უნდა იყოს 20%-ით. 1 dp-ს რას ნიშნავს ახლა? აქ გვეუბნება თავიდან რომ 48-ზე რო ყოფილიყო 1 კუბიკი ნიშნავდა 1-ს. ახლა 192 რო არის 4 1-თან შეფარდებით, ხო? ანუ ეს 1 კუბიკი ნიშნავს არის 4 dps. გეტყვით რასაც გულისხმობ. რასაც გულისხმობ. მიგაბა. ვანათოთ ერთ-ერთი. მგონი ეს არის ხო
უბრალოდ სხვა ფორმა გვაქვს აღებული. აი front და edge ეს პატარა არის ერთი ტიპსი. ეს რა ყოფილიყო? თლიანი ამის აგერ და ერთი ტიპსი. ანუ გადატრიალება რაც უნდა იყოს. ეს ახლა რაში გვჭირდება გამორთავამებს ესენი არ გვინდა. რაში გვჭირდება? ჩვენ ხომ უნდა გავთვალოთ გადატრიალების ზომა, ხო? ეს თუ არის 4, ამის მეოთხედი იქნება 1, ანუ ტრანსფორმში პირდაპირ შეგვიძლია რომ ან ერთს გავუწერ, ან გავყოფ, ხო? 1. ეს უნდა იყოს გადატრიალების ზომა. და შეიდის ზომაც. ახლა როგორ მოვჭრათ ზუსტად ის ფორმა, რაც უნდა მოვჭრათ, როგორი უნდა იყოს გადატრიალება, ხო, აი ეს რაღაც ნაწილი. ვაკოპირებ ამას Alt-ით და Shift-ით გვერდზე. მომაქვს ეს პატარა ოთხკუთხედი აქ. ვთვლის ზომას და კიდევ Alt-ით, ამაზე ხო? Alt-ით და Shift-ით ჩამომაქვს. ისე რომ აქ დარჩეს ერთი ტიპსის ზომა. და აქ შეგვიძლია რომ მაგალითად ეს ამ Pathfinder-ს გამოვიყენოთ, ხო? აი. გადატრიალების. ანუ რა გავაკეთე? ჯერ გადმოვაკოპირებთ. ეს მოვზომეთ რამ ხელა უნდა დაგვეტოვებინა ზემოთ. იგივე თავისი shape-ი გავუხსენით ზემოთ Alt-ით, ანუ დავაკოპირეთ და ზემოდან დავადეთ, ამოვჭერით და დაგვჭა ესეთი ფორმა. სწორი ზომით, ხო? რა უნდა იყოს? ეს უნდა იყოს თეთრი. 20%. რაც ყველა დავწიე ზემოთ Shift-ით იმიტომ გადმოვიტანეთ, რომ სწორად დაგვედა, მაგრამ არა უშავს. მაინც იქნებოდა ჩვენი გადატრიალება ზუსტად გაკეთებული. როგორ უნდა შეიდი? გადმოვიტანეთ გვერდზე Shift-ით და Alt-ით გავზომეთ. გავზომეთ. ამას დავშლა ვარაფერს დამჭირდება. გავზომეთ, ამოვჭერით Pathfinder-ით, დავრჩა ეს shade-ი, დავუბრუნეთ თავის ადგილს. ხო, Shift-ით თუ წახვალდა ცოტა ხანი გვერდზე იდოს, რომ ფერი იმას ქნა, რა ქვია. ფერი განსხვავა, რომ მივხვდა რაც არის. ეხლა ის ფერი შემიძლია რომ დავბრუნდე და მოვძებნო ისევ რაც იყო, ხო? კოდი. ან აქ გვაქვს ესეთი რაღაც. Appearance-ის უჯრაში არის ყველაფერი, აი Windows-დან გამოვიძახებ, მესამეა. ყველაფერი რაც ამ ობიექტს დაემართება, ხო? Stroke, fill-ი, რა ეფექტებიც არ უნდა დაადო და ესე შემდეგ. უჯრაში ჩამოიწერება და შეგვიძლია drop shadow ვნახოთ. ერთი კლიკით გამოვარდება ისევ იგივე უჯრა, რაც დადების დროს გვქონდა, ხო? აქ რო შევიდე, აქ უკვე დამხვდება ეს კოდი და შემიძლია რომ გადავნიშნავ Ctrl-N Command-C, OK. ორი კლიკი, Ctrl-V, OK. ეს კიდევ ერთხელ შემიძლია რომ დავბრუნებულიყავი და ის კოდი
წამომეყო, მაგრამ რო ვიცი რომ რაღაცაში მაქვს გამოყენებული, შემიძლია რომ უბრალოდ დავბრუნდე და ვნახო რაში მაქვს გამოყენებული. ხო, ამ შემთხვევაში მქონდა drop shadow-ში, drop shadow ვიცი სადაც უნდა მოვუნახო, როცა დავადება, ანუ სად ინახავს ამ ინფორმაციას, რომ drop shadow-ო, ანუ მერე თუ ფერის ან გამჭვირვალობის შეცვლა მომდა არის. references უჯრაში და ერთი კლიკით უკვე შემიძლია რომ გახსნა. Okay? ესეც უნდა ყოფილიყო 20% როგორც ახსოვს იქიდან. ეს იქნებოდა shade ჩვენი, ეს არის tint-ი, გვაქვს drop shadow, გვაქვს content imperi, გადაკეცვას ჩრდილი გვაკლია, მოდი ახლა ესეც გავაკეთებთ. კიდედან shift-ს ვიყენებ, რომ ზუსტად 45 გრადუსით დამიხაროს, ხო? ასაკეთებს ეს მიიკეტავს 90 0-ზე, 45-ზე, 90-ზე და ასე შემდეგ, ხო? ან დიაგონალურად რასაც წამოიღებს. მომაქვს ეს. მე უკანასთან ერთად მოვნიშნავ და სეტმეც გამოვაკლებ. ფერი უნდა იყოს იგივე, რაც ყველა shadow. შევდივარ ორი კლიკით, აქ ვიცი რომ უკვე დამახსოვრებული მქონდა. Ctrl+C და მაგის მეტი არაფერი დამიკოპირებია, ამიტომ ისევ იგივე იქნება. ჩავაკოპირებდეთ. Ctrl+C უნდა გამეკეთე. Ctrl+V, okay. აჰა. Ctrl+C. ასე. ესეც იქნება 30% და შემიძლია რომ უბრალოდ ამის უკან გადავწიო, ან ასე წამოვწიო ყველაფერზე წინ arrange. ხო, სწრაფად. ეხლა დაგვრჩა finish-ი. Finish-ი როგორი უნდა იყოს? უნდა იყოს gradienti, radiali 45, თეთრი 33 midpoint-ის ლოკაციით და ესენიც გავითვალისწინოთ, ხო? ხსნი ან მოდი ეს უკან background-ი ავიღოთ, რომ ეს იყოს, ხო? ბარემ მოჭრილი გვაქვს და მომრგვალებული და სხვა რატო უნდა იმას ვქნა, სხვა shape რატო უნდა ავაგო. Ctrl+C, Ctrl+Shift-V, ანუ copy and paste, და copy და paste in place. Copy, paste in place. Gradienti, როგორც ვთქვით, აგერ არის gradienti სუჯრა, თუ არ არის აქვე gradienti სუჯრა, შეგიძლიათ რომ window ჩამოშალოთ და მოძებნოთ gradienti-ს გამოვიძახებთ მე აქედან. და რა იყო ახლა მოცემულობაში? პირველი უნდა იყოს თეთრი. 10%-იანი opacity-ით და ლოკაციაში 0. 10%-იანი opacity-ით და ლოკაციაში 0. 0 რას ნიშნავს? ანუ აქ საცის, ხო? მეორე უნდა ყოფილიყო 100%-იანი ლოკაციით და opacity-ში 0, რომ გამჭვირვალე იყოს, ხო? რადიალი აქედან შეგვიძლია რომ ავირჩიოთ, ეს არის ხაზობრივი, ეს არის მერე წრიული. და ვიცით რომ გვინდა მარცხენა ზედა კუთხიდან. gradientis თული მაქვს არჩეული და ამას აქედან წამოვიღებ. ხო? gradientis თული მაქვს აღებული და უბრალოდ მოდების წერტილი შეუცვალ შუა და გადატრიალებული არ უნდა იყოს ზემოთ მივდივარ და ამას აქ წამოვიღებ. ეს თეთრი უნდა იყოს აქ დამავიწყდა, ანუ ორივე ბოლო თეთრი უნდა იყოს 0 opacity 100 ლოკაციანი, 10 opacity 0 ლოკაციანი და ეს არის midpoint, ამას რო ავირჩიოთ. midpoint-ზე 33-ია წერა ლოკაციაში. midpoint-ს მეტი არ არის 33. ახრაკში რა ეწერა 45 გრადუსი. всё ეგ არის. მესეც ჩვენი გადატრიალება. შეიძლება მიფიქროთ, რომ არ ეთყობა, მაგრამ ეთყობა.
ეს არის უკვე ყველა წესი გათვალისწინებით შემდგარი პროდუქტ აიკონი, რაც შეიძლება რომ აპლიკაციის აიკონი იყოს. ეს რაღაცები ზეპირად არც მე არ მახსოვს, ყოველ ჯერზე შეგიძლიათ რომ ნახოთ და გაითვალისწინოთ, ხო? წაიკითხოთ ესენი, რაც მე ახლა ზეპირად რა და რატო ყველაფერი გაწერილია და ნებისმიერი აიკონის აწყობა შეგიძლიათ ესე, ხო? იქიდან რომელიც იქნება ამ წესების გათვალისწინებით აწყობა ნებისმიერი. ეს არის გადაკეცვაზე, რაზეც იყო ლაპარაკი, მაგალითად კალენდრის შემთხვევაში, აქ რაღაც რაც ახლა არ გავითვალისწინეთ, ხო? აქ არის გადაკეცვის რაღაც, რაც როგორც უნდა გააკეთე, როგორ არ უნდა გააკეთე და ეს მერე folder-იც, ხო? ეს შეიძლება გაითვალისწინოთ. თუ მოგიწევთ აიკონების სეტის გაკეთება, მაგალითად აპლიკაციის აიკონის გაკეთება, ხო? ან სისტემური აიკონების აწყობა, აქ კიდევ ერთხელ წაიკითხეთ და ნახეთ რა და როგორ უნდა იყოს და შეგიძლიათ რომ გაითვალისწინოთ. რეალურად აწყობა მარტივია, ახლა ისეთი განსაკუთრებული არაფერი თუ ყველაფერს step by step მიყვება. Okay. ეს მეორეც ჩაგიგდეთ, აწყობას არ ვაპირებთ კიდევ ერთხელ, პრინციპი იგივეა, ლეიერებში დაგხვდება ეს აიკონი, ბორდერი, გრიდი, კილაინები, ეს აიკონი, თქვენი აიკონი უნდა იყოს, ამიტომ თვალს უხთავთ რაღაცებს, ხო, ესენი არ მინდა. ახალ ლეიერზე შეგიძლიათ რომ ჩამატოთ აქ ახალ ლეიერ და დაიწყებთ თქვენ უკვე მუშაობას, ხო, აქ. ოღონდ აქედან სისტემური აიკონის შემთხვევაში დაგჭირდებათ view და pixel preview რომ გამოვხდათ, რომ მოვაწყოთ ნორმალურად, ხო? ამ შემთხვევაში ჩვეულებრივ უფრო მარტივად არის ყველაფერი. და ყველა აიკონს ერთ და იგივე წესი ეხება, ამიტომ ესეც არ არის დიდად. საწყალებელი. თავიდან ბოლომდე არ ვეხები მატერიალურ დიზაინს, მაგალითად ფერს და რაღაცებს, მე თუ კითხვა გექნებათ რა შეგიძლიათ, თუ კითხვა გექნებათ შეგიძლიათ რომ გკითხოთ, ხო, თუნდაც თუ მოგინდებათ სისტემური აიკონების აწყობა. ეხლა ვნახოთ პენთული. რაც გამოვიყენეთ ამ იმაში, ხო, ვნახოთ უკეთესად. გრადიენტიც გამოვიყენეთ და ეგეც ვნახოთ როგორ. თავიდან ბოლომდე რაღაცებით რა თქმა უნდა გავს Photoshop-ს, ხო, იმიტომ ძირითადად ისე აღარ ხსნის თავის და ბოლოს მოდებები, მისი ფერის შეცვლა, გამჭვირვალეობა და ასე შემდეგ. რაღაც პრინციპებით განსხვავდება, მაგალითად Photoshop-ში არ გქონდა ცალკე გრადიენტის თული, რითიც შეგიძლია რომ მოდების წერტილი და დახრა შეცვალო. აი ესენი გავაკეთოთ, ამებს შემოვიტან, რაც გიტვირთეთ, ხო? რაც დამხმარები რაც გქონდა, იმაში რა ქვია Photoshop-შიც გქონდა ეს რაღაცები არის 02, 03, 04 და 05. ეს დავბლოკოთ, მოდი და ახალი ლეიერი შევქმნათ აქ რო არ იმოძრაოს, ხო? პენთული გვაქვს ერთი პირველი პენთული და გვაქვს მეორენაირი პენთული, ხო? მეორენაირი პენთული რაღაც შემთხვევაში ეს უფრო დაგჭირდებათ.
პირველში გვაქვს ჩვეულებრივ ფენთული დამატება, გამოკლება და კუთხეს რო ვაკეთებდით ხოლმე, ხო? ალტით, რასაც ვიძახებთ, ეს აიქონი გვეცნობა. პრინციპი იგივეა დაახლოებით სახელურებთან დაკავშირებით. ან თუ გინდა რომ სახელური გამოვწიოთ, კლიკის დროს არ ვუშვებთ, თუ რამე ესეთი სწორი კუთხეები გვინდა, ერთი კლიკით ვაკეთებთ, რომ სახელურები არ გამოვიდეს და რაღაც ეს თაღი არ შეიქმნას, ხო? სახელური რამ მიმართულებითაც მიდის, მერე იმ მიმართულებით გრძელდება, სადაც არ უნდა დავსვა, ხაზი იმ მიმართულებას მიყვება, ხო? ნახოთ ისევ ეს რა ქვია, მითითებები, როგორც ვქონდა. პირველი გვეუბნება, რომ პირველიდან მეორემდე შეგეძლოთ რომ shift-ი დაახმაროთ თუ სწორად არ ადის. მესამე, მეოთხე. ის თამაში რომელიღაცამ დაპოსტეთ და ვნახე. გონი იგივეა, რაზეც მე ვამბობდი, ვისაც გაგიჭირდათ მეთქი თამაშეთ, თქო რაღაც ხარვეზები აქვს, მაგრამ ეს არის რა ქვია, სახალისო, იმიტომ რომ თვითონ გთავაზობს რაღაც შეიგებს და ესეთ რაღაც ხარვებს არ ვიყვები, ხო? ხო, მარტივად შეგვიძლია ესეთი თაღების აწყობა, არის ფილი, შეგვიძლია რომ კონდეს ფილი და ფილს ავსებს რა ადგილსაც შემოხაზავს, ესე ფილით იმ ადგილს ავსებს და არის ამან თოგულ ამ სუჩით გავაკეთებთ, ამ მაგალითად ამას გამოვთავ და stroke-ში ორი კლიკით ისე რომ stroke-ს მივცემ და stroke-თან მოქცევა უკვე ვისწავლეთ, ხო? აი აქ მაქვს გამოძახებული, მე აქედან შეგვიძლია რომ რამე შევცვლოთ. ამ შემთხვევაში ცოტა კიდევ ერთხელ თუ სადმე სხვაგან დადეთ, შეგიძლიათ რომ space დააწვეთ სანამ mouse აიღებთ, ესე რომ ვთქვათ და ის გადაადგილოთ, ხო? ოფლი სუსტი იყოს. 3-დან 4-მდე, 5-დან 6-მდე, 7-დან 8-მდე და აქ რომ ვერ ვიღებთ სასურველ შედეგს, ვიცით რომ direct selection თვით, მე შეგვიძლია ხოლმე რაღაცების ცვლილება. Photoshop-შიც გქონდა ხო ეს ცარიელი, ის არის რომელიც იყო. ამ შემთხვევაში direct selection თვით გადავნიშნავ იმ anchor points, რომელზეც მინდა ცვლილების მიტანა და გავუზრდი ამ 6-ს 9-მდე, რომ ის სუსტად დამთხრის, ხო? ამით შეგვიძლია გადაადგილება მერე თუ რამეს ზუსტად ვერ იზრდებთ მაგალითად, ხო? თქვათ თავიდანვე არ შევცვალე space და ეს ცოტა მაცილებულია. შემიძლია გავასწორო, რაღაც თუ დახვეწა მინდა ამით. დავხვეწო. handle-ებზე და რაღაცებზე ვიმუშაობ, ხო? ახლა შეკვრის დროს, როცა ამ shapes უკვე ვხატავთ და რაღაცას არ არის, როგორ ხდება პირველიდან 2-მდე, 3-დან 4-მდე და შემიძლია რომ alt-ი დავახმარო, მაგრამ რეალურად alt-ი არ დაჭირდება ამ შემთხვევაში თუ წამოვიღებ ამას და გამოვალ აქამდე, ხო? ეს მე-5 უნდა იყოს, აქ 5 უნდა იწეროს, ეს მე-6. Alt-ის შემთხვევაში, alt-ს იმიტომ ახსენებ, რომ ვიცით, რომ როცა რაღაცას ვაკეთებ და alt-ს ვხმარობ, ის საწინააღმდეგოდ მიდის, ხო, როგორც აქ. თუ alt-ს დავაჭერ, წაიყვანს საწინააღმდეგოდ. ეს alt-ის გარეშე. ეს alt-თან ერთად. რაღაც შემთხვევაში alt-ი აუცილებლად დაგჭირდება და alt-ის გარეშე ესე სუფთად აღარ შეიკრება, ხო, ეს იმიტომ რომ ელიფსია მაგიტოში. ამ გულის შემთხვევაში მე ნახავთ რომ შეკვრაში alt-ი აუცილებლად გჭირდება. ხო, აქაც ყველაფერი კლიკებზე როგორც ვთქვი, ხო, ჩვეულებრივ შეგვიძლია რომ შევკრათ. ან არ შევკრათ მაგალითად და enter-ით დავასრულებ მუშაობას. შემიძლია რომ ნებისმიერ დროს
შემიძლია რომ ნებისმიერ დროს გადავნიშნო ვთქვათ წერტილი ან ამოვაკლო ან გავჭრა როგორც ვიცით ან თუ მას ვისაუბრა ქვია pen-tool-ით და alt-ით ამ anchor point tools თუ გამოვიძახებ ან პირდაპირ ავირჩევ შემიძლია რომ სახელურები გავუჩინო ან თუ აქვს ერთი კლიკით გავუკრო შეიძლება მოგვიგოთ დავხატე სწორი ხაზი მერე მომინდა რომ ეს არ იყოს სწორი ვთქვათ გადავდივარ anchor point-ში და ამას ესე გავაკეთე მას ესე გავაკეთე ხო აი მოკლედ აქ anchor point-ში შემიძლია რომ ავირჩიო კიდევ ერთხელ შემიძლია თუ pen tool-ი მაქვს არჩეული alt-ით შევცვალო anchor point tools-ზე ან თუ დავხატე რაღაც და მივხვდი რომ აქ არ უნდა იყოს და მჭირდება კუთხე ისევ მივდივარ alt-ით და უბრალოდ ამ handle-ებს გააქრობს და handle-ებს გარშე როგორც იქნება და ისეთ shapes დაგვიტანებს. მეორე თული ესეთი რაღაცა ის ანუ აქ ხო შეგვიძლია კი არა ჩვენით უნდა გავაკეთოთ თაღები. ხო? ეს არის თაღების თული ესე რა ვთქვათ. აკეთებ ერთ წერტილს, მეორეს და დასასრულ წერტილს. ეს ამ წერტილს ირჩევს იმ პოინტად, რაზეც თაღი უნდა შემოაკრას. და აქ სულ რო კლიკები აკეთო, გამოდის რაღაც დუდლივით კუთხეების გარეშე. ხო? იმიტომ რაღაც შემთხვევაში შეიძლება გვჭირდებოდეს ეს, რომ აი რაღაცნაირი ესეთი დუდლის შეიპები თუ გვინდა, აღარ გავაკეთებთ აი ამით, რომ ისეთი სმუდი არ გამოვა, როგორც მაგრამ თუ ამ შემთხვევაში გვინდა ვთქვათ, რომ იყოს სწორი ხაზი, შემიძლია რომ ორი კლიკი გავაკეთო, ორი კლიკი გავაკეთო და მერე გავაგრძელო ისევ თაღი. თუ მინდა რომ სწორი იყოს კიდევ ერთხელ ორი კლიკი და ვაგრძელებ თაღებს. ორი კლიკი და ვაგრძელებ თაღების კეთებას. ხო? Okay. ეხლა გულზე რაც ვთქვი, რომ alt-ი დაგჭირდება შეკვრის დროს, ხო, ავიღოთ ჩვეულებრივი pen-tool-ი და გავკრეთ პირველიდან 2-მდე, 3-დან 4-მდე, 5-დან 6-მდე და აქ რო გავაგრძელო მუშაობა, ეს სახელური საითაც მიდის ხატვას იქით გააგრძელებს. ამიტომ ეგეთ რაღაც არ მაწყობს, ხო? alt-თან option-ით გამოვიძახებ სახელურების tools, დავაბრუნებ ამას უკან და გავაგრძელებ მუშაობას. 7-დან 8-მდე და აი აქ გჭირდება უკვე შეკვრის დროს alt-ზე მიჭირებს და ესე 12-მდე ავწევ. აქ რო alt-ი არ გამოიყენებინა, იქნებოდა ესეთი რაღაც. ანუ კუთხეს ვერ შექმნიდა სახელურები, ხო? ერთს დავამთხოვდი, მაგრამ მეორე გაფუჭდებოდა აქეთ. alt-ის შემთხვევაში შემიძლია პირდაპირ 12-თან მივიდე ყველანაირი იმის გარეშე, ხო? ანუ საწინააღმდეგოდ აგრძელებნებს მუშაობას, როგორც უკვე ვიცით აქ. კიდევ ერთი alt-ის შემთხვევა როცა
ვაფრუნებთ სახელურს ვაბრუნებთ სახელურს და ვაგრძელებთ მუშაობას. Alt-ით გავაგრძელებთ მუშაობას, Alt-ით ჩამოვწევ მას, სადაც მინდა რომ ხაზი წავიდეს, გავაგრძელებთ მუშაობას. Enter-ს დავეთანხმები. ამის დათანხმება არის Ctrl-Shift-A. ან Command-Shift-A. ეს რომ შეკვრის გარეშე რომ გავწყვეტ Ctrl-Shift-A. ეს წავიყვეთ. ეხლა ავაწყოთ ეს რაღაც ხო ეს ფენთულის პრაქტიკა რაც არის. აი ჩაგიგდეთ მგონი თქვენ. აი ეს ავაწყოთ. რაღაც გაიდები გვაქვს, ხო, რასაც უნდა გავყვეთ, რო არ იმას ქვას რა ქვია, რო არ შეგაშალოს. იმიტომ რომ ეხლა ქვემოთ დადებული რაღაცის გარეშე ვხატავთ, ანუ აქ ოფესიტებს რო ვაკრებთ ხოლმე, ეგეთი რაღაც არ არის. ორი გაიდი გვაქვს ამ რაღაც კომპლექსური ფორმების სასაწყობად. დანარჩენი უნდა გავაკეთოთ ჩვენ. ლეიერებში რა ხდება? შეგვიძლია ეს დავუყოთ. გავაგრძელოთ. გავაკეთეთ ჯერ background-ი, ანუ ოთხკუთხედი გვაქვს. სამი სფერი და არის რაღაცნაირი პატერი, ხო? ანუ ელიფსთული. ესეთი პატარა რაღაცები გვაქვს, ფერით. სავარაუდოდ თეთრს აქვს გამჭრელობა დაკრებული, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში პირდაპირ ავიღოთ ელიფსის სფერი. სანამ პატერნის შექმნას ესე სისტემურად ვისწავლით, შეგვიძლია რომ ეს Alt-ით და Shift-ით გვერდზე გადავწიო, Ctrl-D, Enter, სანამ არ შეავსებთ სამუშაო. ახლა რასაც უყურებ, ბევრად შეუმჩნევლად არის, რომ ჩვენც ეგრე გავაკეთოთ. როცა რაღაცას გადანიშნავ, ხო მაგალითად აქ ყველაფერი რო ცალ-ცალკე არ ნიშნა და უკან რაღაც მოყვება, ხო? მონიშნვიდან რაღაც გატანა ხდება Shift-ით. ანუ იმას თუ ამ ყველაფერს თუ გადავნიშნავ და მას Shift-ით დავაკლიკებ, მონიშნვიდან გავა და ეს ცალ-ცალკე როგორც არის Shift-ით დამატება, ისევე Shift-ით გამოკლება რაღაცის მონიშნვიდან. ეხლა ეს რო არ გაგვექცეს, შეგვიძლია რომ დავგრუპოთ პირველი ხაზი, რაც გავაკეთეთ. Alt-ით და Shift-ით ჩამოვიტანოთ დაბლა. პრინციპში Shift-ით არა, მას ჭადრაკულად. ჭადრაკულად არის. და გავაკეთოთ. ავიღოთ ეს რაც მეორდება, ჩამოვიტანოთ ქვემოთ ახლა უკვე. მოვაკლოთ და ჩამოვიტანოთ ქვემოთ. მე რას გავაკეთებთ, ახლა ყველაფერს ვნიშნავ. კიდევ ერთხელ ჯგუფი მინდა რომ გავაკეთო. უკანა ფორმა edit copy edit paste in place. მოვნიშნავ ჯგუფთან ერთად მარჯვენა კლიკი make clipping mask. ეს რაღაც
კლიპი მასკა ხავს წავიწყებს. ანუ რაღაც შეიფიადებს ზემოდან, რაღაც დევს მის ქვემოთ, ოღონდ თუ ბევრი რაღაც არის აუცილებლად მინდა რომ იყოს ჯგუფი, რომ ერთად მოვნიშნო, მე ვნიშნავ ზედა ობიექტს, ვნიშნავ ქვედა ობიექტს, მარჯვენა კლიკით კლიპი მასკას ვაკეთებ. ახლა ამას რასაც ვუყურებ, მაინც ბევრად აი ესე ჯობია რომ იყოს, ხო? მთლიან კლიპი მასკას იყოს 25 გავუწყებთ. მეტი რაღაც. ეს კვერცხი ცოტა. კონდეს კვერცხი დამახსოვრებული, ხო? პირველი ფორმა რაც არის მარტივ ვარიანტს, რასაც ვიძახით ხოლმე pen-tool-ის საწყობის, ხო? ანუ როცა გჭირდება მარტო shift-ი და კლიკები. იმიტომ რომ აქ არაფერს თაღი არ აქვს. კლიკი არ მინდა რომ ფილი კონდეს, ვეღარ ხედავ. აქაც shift-ს ხმარობ, იმიტომ რომ ზუსტი 45 გრადუსით არის დახრილი და არ მიშლის ხელს. პირიქით eyedropper tool-ი ავიღებ ამას, ხო? რადგან აქ ფოტო არ არის და ილუსტრატორის ფაილია, მოყვება თავისი ფილი და თავისი stroke, ანუ სტილი პირდაპირ წამოიღო, ხო? მეორე შემთხვევაში უკვე დახმარების გარეშე უნდა ავაწყოთ ესეთი კომპლექსური ფორმა, დაახლოებით თვალის ზომით, სადაც ფიქრობთ, რომ დაჭირდება anchor point-ის ჩასმა, რამ ხელზე დაჭირდება სახელურის გაწევა, აქ მაგალითად alt-ს გამოვიყენებთ, რომ სწორედ გაგრძელდეს. აქ ისევ alt-ით ამოვწევ. კიდევ ერთხელ. აქ მაგალითად შემიძლია თავის ადგილზე დავაბრუნო, ხო? მე სწორის თაღის მე სწორს როგორც ვაკეთებთ, ხო? სარმინდა shift-ით აქაც shift-ს ვარავ და შევკრავ ბოლოს, ხო? ეს ფორმა გამოვიდა. ახლა თუ რაღაც ზუსტი არ არის, კიდევ ერთხელ direct selection tool-ით რაღაცას გავასწორებ, ხო? ესე არ მოწოს. აი აქ მაგალითად. ხო? ეს ზუსტი იყოს. მოვნიშნავ ამას color picker-ი და ავიღებ პირდაპირ ამ სტაფილოსფეროს თავისი stroke-ით და ბლოკით. აი ეს. ეხლა მინდა მოდი დავაბრუნოთ ეს აღარაფერი გასამეორებელი აღარ გვაქვს, ხო? shift-ით ვაბრუნებ უკან რო არა ამიქცეს და გვინდა ბორბლები. მეგორი რაღაც არის. შავი ellipse alt-ით და shift-ით, შავი control-C, control-shift-V alt-ით და shift-ით გავატარავებ color picker-ი და მომაქვს ეს. ხო? ამათი ჯგუფი მინდა რომ გავაკეთო, ორივეს ვნიშნავ, მარჯვენა კლიკი, group. alt-ით და shift-ით გადამაქვს მეორე ბორბალზე და alt-ით და shift-ით გადამაქვს ერთი alt-ით და shift-ით ორი. მარჯვენა კლიკი, transform, arrange, different. შედოები მე იყოს. გავაკეთოთ ახლა donut. Donut-ი ესეთი რაღაც არის დიდი. არის დიდი shape-ი. რაც აქტევს. Control-C, Control-Shift-V, alt-ით და shift-ით ვაპატარავებ ამ ჭრილ ადგილს, shift-ით ვნიშნავ ორივეს ერთად, ეს ვისწავლეთ, მინუსით ვაკლებ ამას, ხო შეგიძლიათ. ამის ფერი რეალურად უნდა იყოს ყავის ფერი. გვინდა ეს ზემოთ ვარდისფერისას. აი, მოდი ამ მეორე თულით გავაკეთოთ, ხო, ეს ვარდისფერი როგორ კეთდება რაღაცაც. ხო.
თითო კლიკს ვაკეთებ, არაფერი. სახელურებს არ ვითვალისწინებ. ეს რაღაც იყოს. ამის ფერი უნდა იყოს ვარდისფერი. დონატის ფორმაში ხომ უნდა ჩაჯდეს. მოდი მოვჭრათ პირდაპირ, ხო, აღარ მინდა ამაზე მასკა. ავირჩევ ორივეს. Shape builder-ით, alt-ით, ამას დავამინუსებ და ამას დავამინუსებ, ხო? ესე იყოს ვარდისფერი ის ზემოდან. რაც აქვს და გვინდა shade-ები. აი ეს shade-ი, შიგნით. კიდევ ვერდზე ქართულით. ცოტა ესეთია ხო დარღვეული ფორმა და მაგით. Shade სავარაუდოდ იქნებოდა შავი ან რამე თბილი ფერი. იქნებოდა 20% ალბათ. მოძლა პირდაპირ ავიღო. და კიდევ ერთხელ დონატს ვნიშნავ, shape builders ვიღებ, შუაში რაც არის ეს არ მჭირდება, alt-ით გამოვაკლებ და იქნება ასე ხო. ამას შევეშვათ ცოტა ხანი. ეხლა მინდა ეს პატარა ნაწილები ზემოდან რაც აქვს და შემიძლია რომ მიდი თვითავკეთოთ. დავეთახვები, enter. color picker-ით ერთი იყოს ეს. ეს და სულ სამფერი გვაქვს უკვე, ხო? ეხლა აქ რა ხდება? ოდნავ ერთსახელოვანი დავწეროთ strokes. ხაზებია თქვენთან თუ მოჭრილია stroke-ში მივდივართ და ვირჩევთ გვალ ესეთ დამთავრებას, არა ოთხკუთხედს, არამედ მომრგვალებულს. დავაპატავრებ ამას როგორც მინდა, წავიღებ და დავკრიებ send, ხო? რამოდენიმე მოვნიშნავ alt-ით. და ცოტა რენდომი იყოს. კიდევ ერთხელ ეს წამოვწიოთ ყველაფერს წინ. ეს ლურჯი რაღაც. და გვინდა ფანჯრები. პენთულით, სწორი. shift-ით და შეკვრის დროს გამოვწიოთ სახელური. ხო? ანუ ვიღებთ shift-ით, სწორად შეკვრის დროს სახელურს ვწევთ. თუ
რაღაც ზედმეტი მოგვივიდა და შეგვიძლია direct selection tool-ი დავარგულოთ ოდნავ. ასეთი რაღაც. ამის ფერი იქნებოდა ესეთი მუქი სტაფილოსფერი და მეორეც რომ არ ავაგო, ამაზე რა ვისწავლეთ transform-ში მარჯვენა კლიკი, transform-ი, reflect-ი და ვერტიკალურად მინდა, ვერტიკალური ღერძის მიმართ მინდა რომ შემოტრიალდეს, copy წავიღოთ alt-ის და shift-ის დახმარებით დავაპატარავთ და მგონი ოდნავ გაწელიურით შეიძლება რომ იყოს. ეს მგონი აქ. ეს ხო გამოვასწორეთ. ესე გადავხატეთ ფენთულით პირდაპირ რაც ის იყო ხო შეიდები კიდევ ახლა შეიძლება რომ გავაკეთოთ ჩვეულებრივ Okay. და ალბათ შევდეთ კონცეფტს. მოვასწრებთ gradients-ს. ხო. რა მეკითხები თუ გაქვთ ამ ფენთულთან დაკავშირებით შეგიძლია? ხო, საქმე ისწრებე, გამოკლება და დამატება ვიცით. და ამას არაფერი ისეთი დასამატები არ აქვს, ხო? გაჭრა და შეწებება გასწავლეთ წელს. მე მგონი პატერნათაც გამოდგება იგი ილუსტრაცია. ხო. ეხლა გავაკეთოთ ის გადავხატოთ, ხო? აი ეს. გავხსნი პირდაპირ open with. Anyways. ვუხსნათ. artboard tool-ი გავხსნათ პირდაპირ artboard-ი ერთი კლიკით და ეს artboard-ი არ მინდა, ანუ დავდგები და delete-ით წავშლი. ასეთი რაღაც არის. ეხლა გავაკეთოთ ფერების პალიტრა. ამას დავბლოკავ და გვერდზე დავდოთ, ხო, როგორც ვიძახდი, ხო. როგორც ვთქვი, რომ ეს შეგვიძლია რაღაცნაირად გამოვიყენოთ, ეს ვიცი რადგან გვაქვს. იყოს რამოდენიმე კუბიკი ჯერჯერობით. და ეს უკან რაც ხდება ფანჯრის უკან, ხო, იმიტომ რომ შიფი ადგება, აქ განათებულია, მე ეს წინ რაც არის რკინები ჩრდილს აყენებს და ესე ზოლობად აქვს. ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ gradientით. უფრო რეალისტურიც იქნება და ესეც გამოგვადგება, ხო? ამისთვის რაც გვინდა გვჭირდება რომ გავაკეთოთ ფერების პალიტრა იმ ფერებით, რასაც ამ ფანჯარაში უკან ვხედავთ, ხო? ეს რო შავია ვიცით. ანუ რას გულისხმობ? ავიღებ პირველ კუბიკს, color pickers, ერთი არის ყველაზე ნათელი წერტილი. მათ შეიდები რაც არის რკინის ჩრდილი. მე ეს განათება რო აღარ ყოფნის აქ რაღაც რაც ფერიც მოდის.
და ცოტა ესეთი რკინის ჩრდილი რაც არის, ხო, აქ პატარა რკინებია და მე ჩვეულებრივი ფერი მოდის. ამას შორის აი ჩრდილიდან განათებამდე სანამ გადადის, ხო, ესეთი რაღაც და ეს არის ჩრდილის ფერი, ეს არის შუა ფერი. ეს არის ჩრდილის ფერი, ეს არის ეს უთომ ნათელი ფერი, ხო? მისით რაღაც. ანუ ეს არის ჩვენი ფერების პალიტრა, რაც უნდა გავითვალისწინოთ გრადიენტში. ეხლა ავაგოთ ჯერ ჩარჩო რაც აქვს. ანუ შავი ბექგრაუნდი აქვს, არ გვინდა ეს დახრების გათვალისწინება, იქნება ესე, ხო, სხვა. ეს აქვს შავი ბექგრაუნდი, აი ამ თუ სხვადასხვა. მაგრამ ხო, ამ პანჯარას რო ვუყუროთ, ხო? მერე მოდის შიგნით რაც გრადიენტი თუ და გავაფერადოთ პანჯარა შუშა მოდი ეს იყოს რამე სხვა ფერი რა იმას ვქნათ ხო ეს ხო ჯერ ერთი ფერი არის ხო შეგით არის შუშა და ზემოდან აქვს ამას ერთი ესეთი დიდი რკინა რაც მოგჭრდილს აყენებს და ეს არის შავი დანარჩენი ეს რაღაცას და ეს დავაკოპიროთ, ეს რაღაცას ხო? ზემოთაც გვინდა ერთი ესეთი. მერე გვაქვს. სამი. ეს რაღაც არის. ეხლა ეს რო უსუფთავ არ იყოს მოვნიშნავ ყველაფერს, მოვნიშნავ shape builder-ი და გაიჩოქნეს რაზეც გას. არ გაგიქცეთ ალბათ თქვა, ოთხკუთხედის ხო, აი ესენი არ მინდა რომ აქ იყოს. და alt-ით ის გადავუსვა ყველაფერს. ამ ოთხკუთხედის შიგნით რაც ხდება, ესენი დავტოვოთ, ხო? ამ შიგნით. და ეს იყოს პანჯარა. ეს ჩვენი ფერების პალეტრა. ახლა რა ხდება? აქ მინდა მე გრადიენტი, მაქვს გრადიენტის თული, რომელიც საშუალებას მაძლევს რომ მოვდო მე ეს გრადიენტი, ზემოთ არის გამოტანილი რაღაც ისინი ფუნქციები და მაქვს გრადიენტის პანჯარა. კიდევ ერთხელ Windows-დან შეგიძლიათ რომ გამოვიძახოთ. აქ რაღაცები იგივეა, გვაქვს გრადიენტი. ხაზოვანი, წრიული და ფინებით შეგვიძლია რომ გავაკეთოთ, ხო, სხვადასხვა ეს. ამას მგონი PDF-ში მხარდაჭერა არ ქონდა. რაღაცები რაც ახლებია ხოლმე, მე სადღაც შეიძლება რომ მხარდაჭერა არ ქონდეს და არ გაიტანოს თუ მაინც PNG-ად არ გაიტან მაგალითად. PNG-ად ან JPEG ან ფოტოდ თუ გაიტან, მაგ შემთხვევაში ესეც კარგია, ხო? ეს რაღაცა წერტილს რამდენსაც გინდა დასვავ, Photoshop-ისგან განსხვავებით. აირჩევ მე ამ წერტილს და ამ წერტილში აი ეს რო ავიღო ვთქვათ color picker-ი აქ რა gradient-ის პანჯარაში ხო რა ფერსაც გინდა შემოიტან აირჩევ შემოიტან mesh tool-ის თუ იცით ვინმე mesh tool-ი დაახლოებით mesh tool-ის ეფექტს აკეთებს რაღაც ესეთი შეიძლება რომ გამოვიდეს ხო უფრო რეალისტურად თუ გინდა რამის გაკეთება კიდევ შეგიძლია gradient tool-ი არჩეული უნდა გქონდეს ოღონდ შეგიძლია ეს გაზარდო ანუ რა რადიუსზე ვრცელდება ეს ფერი ეს გავზარდოთ და დანარჩენი ყველაფერი რაც ჩვეულებრივ gradient შეეძლო შემიძლია რომ ერთი საფასით დავაკლო და აქ შიგნით რაც იყო ამ კონკრეტულ წერტილში ის გამოჩნდება ამ შემთხვევაში უკან ესეთი შავი რაღაც უდევს და ამიტომ შავი ჩანს შეიძლება ნახევრად გადავადო ესე რომ ვთქვათ და დავიდო 400%-იანი გამჭირვა ხო ამ შემთხვევაში ეს არ გვინდა
მაგრამ კარგი რაღაცა ის. უნდა იცოდეთ, რომ რაღაცამ შეიძლება მხარი არ დაუჭიროს. არ ვიცი, ახლა შეიძლება გამოასწოროს, არ ვიცი, მე პირველად რომ დაემატა და როცა და PDF-მა არ გაიტანეს სწორად. დანარჩენი ან პირველი რაც გვაქვს, ხო, ეს ხაზობრივი და გრადიენტი tool-თან ესე მუშაობს, ანუ შემიძლია მოვდო სადღაციდან და გავზარდო, როგორც მინდა, მაგალითად აი შუაში შემიძლია რომ ეს რაღაც გავაკეთო. ან შორიდან დავიწყო და უფრო რბილი გადასვლა გქონდეს. ხო? ძირითადად ესე გვაწყობს, რომ აი თავიდან, ობიექტის თავიდან ბოლომდე. მაგრამ თუ დახრა მინდა რომ შევცვალო, შემიძლია რომ ხელით შევცვალო და გრადუსებს თვითონ დაუწერს, ხო? შემიძლია რომ აქვე ეს midpoint-ი აქვე დავარეგულირო, საიდან მინდა რომ ჭრილი და განათება ამ შემთხვევაში შემოდიოდეს. შემიძლია რომ ესენი დავარეგულირო, midpoint-ი ეს. აქ რამდენიც პლუსი რო ეწერება, მე ვამატებ, ხო, აქ როგორც ვაკეთებ. რამდენიც არ უნდა იყოს იმდენის გადაადგილება მოძრაობა შემიძლია და შემიძლია რომ რაღაც შემთხვევაში აი აქ რომ მივიტანთ და ოდნავ რომ გავწერთ სადღაც ისეთი ტრიალის არის ხოლმე, ხო? და რაღაც დავაყენო მაგალითად რომ ეს ლაითი საიდან შემოდიოდეს. შვება თული. ამ შემთხვევაში ჩვენ გვინდა 0 გრადუსით, არა, 90 გრადუსით. და ახლა ნახოთ ფერები როგორ განსხვავდება, ხო? თავიდან იწყება ღიათი და აქ რაღაცა ჭრილები გვაქვს. ჭრილი, ღია, ჭრილი, ღია, ფერი. აქ ის მუქი ჭრილი რაც გვაქვს, ოდნავ დიდ ადგილს რაც იკავებს, მახსოვს რომ უკან იგივე რაღაცები ხდება და ამას იმიტომ ვიყენებ. აქ არის ღია ფერი, მერე რკინის ჭრილი მოდის. ღია ფერი, რკინის ჭრილი მოდის, ღია ფერი, რკინის ჭრილი მოდის. ღია. აქ ოდნავ დიდი ადგილი გვაქვს ვიდრე აქ, მაგრამ მაინც გავაკეთოთ ჭრილი. ეხლა რას ვაკეთებთ? არჩეული მაქვს პირველი color picker-ი, აქვე ოღონდ ეს color picker-ი არ მინდა gradients ეს არის რომ გააქტიურებულია, ერთხელ თუ დავაჭერ კიდევ ამას ესეთ კუთხედი გაუქრება, მუქი ნაცრისფერი და ახლა უკვე ჩვეულებრივ gradients თული დავყვება, ხო? ამას თუ გავააქტიურებ, შემიძლია რომ ფერი ავიღო. Okay. Ja. Okay. Ja. ეს დიდი მუქი ჭრილი რაც გვაქვს. მე მუქი ღიები ამ ღიას აღარ ვიყენებ, ხო? ეს ხო მით. მითოს მით ფერი არა მეხი. საშუალო რაც. ან იყოს მუქი. Okay. Okay. Yeah. Okay. Yeah. Okay. აქტიურად ეს იყოს. ეხლა ზემოთ რაც ხდება ეს უნდა იმასქნათ, ხო, უფრო ბუნებრივი რო იყოს. როგორი რაღაც. გავაკეთოთ. ესენი არის უფრო ხაზები. უფრო ნაკლებად გულს დაუტოვებთ, უფრო ხაზები იქნება, ხო? და მერე ეს ერთი ღია რაც ავიღეთ, ეს ყველასთვის არ არის. შეგვიძლია ოდნავ უნებრივი ეფექტი გავუკეთოთ.
ეს ბევრად იქნება. ეს არის მუქი, ეს mid point-ებს ხო ხვდებით რაც არის, ერთი რაც გქონდა ახლა ბევრი. ეს ბევრად გაშლილია. ეს ბევრად მუქია. გამარჯვესე. აქეთ სპეციალურად არ ვიყავ. ეს ჭრილი, ანუ ეს თურკინა, მაგის ქვემოთ ჭრილი დგას, ეს თურკინა ქვემოთ. ჭრილი დგას, აქაც ქვემოთ ესეთი ჭრილი დგას და ჭრილს ესეთ ადგილს ვიტოვებ და აქ დამჩენებული არის როგორც არის იყოს, ხო? ეს იქნებოდა რადიენტით გაკეთებული. ახლა აქ ფერები რაც ვცვალე, შემიძლია რომ ყველაფერი დეტალურად ამეღო აქ და რაღაცები რო ოდნავ დავმუქე, ეს ყოფილიყო ოდნავ მუქი და ეს მწვანეც რო დავამუქე, ყოფილიყო ოდნავ მუქი და უფრო ისე იქნებოდა, რომ სხვადასხვა კოდები არ მექნებოდა და ერთი მუქი მექნებოდა და ერთი ღია, მაგრამ არა მაშინ. მეორე არა აქ რაღაცა მაგარი. აი ეს პატარა რაღაც მოკლე, მოდი აქვე გავაკეთოთ და მე გადავიტან იქით ეს რა არის? არის ოთხკუთხედი. არ აქვს ესეთი კუთხეები, ანუ direct section-ით ოდნავ გავიწროვებ, ფერი არ აქვს და მარც თუ ისე თეთრია, ხო? აქ იყოს. ოდნავ ორამდე აწევა მას და ოდნავ დავაპატარებ. ეს ტიპად. მასწავლეთ. მეორე ფანჯარაც გვაქვს, სამსახურიდან წყობა არ უნდა და გვაქვს კარები. აქ რა ხდება? აქ დავიღოთ და ჩამოვაგდოთ ესე. იმიტომ რომ აქ არის რაღაცა მუქი ეს ამის ფერი არა, და ეს მუქი ფერია. იმიტომ რომ ბევრი რკინები აქვს, მაგრამ ახლა მაგის დახატვას არ დავიწყე. რაღაცა ლაინი გვაქვს. ყველაფერი ბევრად მუქი მწვანე. ამისე, ხო? ეს ჩამოვაგდოთ. ფერი არ აქვს შესაძლოა როგორც არის. და გვაქვს რაღაც ეს რა ქვია. პოსტერი. არის ოთხკუთხედი, მაგრამ არც თუ ისე ხო არის თეთრი წარწერით type tool-ი all caps-ია, ანუ ციფრ და რაღაც bold. Illustrator-ის type tool-ი არ გაგვივლია, მაგრამ აქ რთული არაფერი არ არის. Paragraph-ი, არა, character-ი. აქვე ვაწვევ, ხო? მაგრამ არ დამიხრის თვითონ. არც იტალიქსია, კარაქში ვასეს. თქვენ ნებისმიერი ბოლდი აიღეთ, არ აქვს მნიშვნელობა, ხო? უბრალოდ ამას ვცდილობ რომ დავამსგავსო. გადავნიშნავ
ორი კლიკი თეთრია. ოკეი. ამ შემთხვევაში ერთი თული გვაქვს, შეერთული ქვია. ამის უკან შეიძლება რომ იმალებოდეს. შეერთული. სადაც აკეთებს მოდებას იქიდან შემიძლია რომ ოდნავ დავხარო. და კი არა ნებისმიერ ადგილას რომ მოვკიდო ოდნავ დაიხრება, მაგრამ ანუ shape-ი რო იყოს უფრო მარტივი იქნებოდა, მაგრამ ამ შემთხვევაში type-ი გვაქვს და არა უშავს, ხო? ეს შეიძლება რომ ცენტრშიც დაუსვათ ეს წერტილი, აქ რომ მოკიდებთ და საძნააღმდეგო მხარეს რო გახრით და დახრის, ხო? თვითონ. ამას shape-ზე გაჩვენებთ და ბევრად მარტივი იქნება, ახლა უბრალოდ იყოს type-ი და გავაკეთოთ ეს. უბრალოდ იმიტომ რომ italics-ი არ გვაქვს. თუ პრობლემაა, შეგვიძლია რომ დავტოვოთ როგორც. უბრალოდ ვიცოდეთ რა იქ მან შეგვიძლია ხოლმე გავაკეთოთ. მერე გვაქვს მოდი პენტული თავაწყოთ ხო რაღაცნაირი ფორმა. 1 2 კუთხეებს მერე დავუყოლებ, შემიძლია რომ ის გამოვიყენო ქვია. Shift და შევკრავ. ეს არის შავი, აქვს ოდნავ ბილი კუთხეები. ეს რაღაც წინ ქონდა თეთრი ნაწილი. ორი კლიკით. და თეთრი და ალბათ არც ამას ქონდა. კიდევ ესეთი კუთხეები, ხო? და წინ აქვს მასა ეს პატარა რაღაც აქვს ამას და კიდევ ერთი ტექსტი გვინდა ხო? მოდი ჯერ გადავიტან ამას კვეთზე რომ ნახოთ რა ხდება. ამას დეტალურად დავხატავ. Type tool. გამოვიდივარ. ვაკოპირებთ ტექსტ, ეს არის ბევრად და არც თუ ისე ბოლდი ეს არის ცოტა უფრო ბოლდი და ცოტა უფრო პლიუს ყველაფერი მინდა რომ მოვნიშნო და პარაგრაფში სწორება სწორად მივცე ხო ცენტრის მიმართ ეს გვეწეროს აქ ოდნავ შეიძლება დიდი იყოს და ეს არის ჩემი პოსტერი ეს გავაკეთეთ რასაც არის ხო ახლა ეს რო დამეკარგოს მარჯვენა კლიკი გადავნიშნავ ყველაფერს მარჯვენა კლიკი დავჯგუფოთ წავიღოთ აქ კარებთან და 1 2 3 4 5 მარჯვენა კლიკი arrange წამოვწიოთ ყველაფერზე წინ ეს პატარა კნოპკა დავაკვირდით
ავიღებ ამას და დავდებ კარებთან და ერთი რაც აქვს ამას უკან იმას გავუსვით, იმიტომ რომ შეფი გვაქვს, ხო? დანარჩენის დახატვას აღარ დავიწყებ, ანუ ეს იქნებოდა უკან. Arrange, send to back. ესე შეგვიძლია მე მთელი ის გადმოგვეხატა, ხო? მთელი აქაც შეგვიძლია რაღაც მთელი კარები გავაკეთოთ და კონდეს პანჯრები და ყველაფერი ამ გრადიენტით. ფერის ასე. რაღაც მსგავსი გექნება თვითონ. აი, ამას არ დაგამთავრებ, ერთი ყოს. ეხლა ერთი წამით რადგან ციცოთი გვაქვს რაღაცას გაჩვენებთ და ვთქვით ციცმაც აი ერთი ოპშენი გქონდა ფინალურისთვის რომ ყოფილიყო ის ხო მუსიკალური რაღაც ამაგალითად ალბომის ყდის გაფორმება და ეს არის რეკორდის კავერები შეგვია როდის 50-იან 60-იანებში და როგორ არის ეს სტილი და ყველაფერი ხო ერთი და იგივე არ არის მაგრამ ურეთყობა რომ ეს არის რაღაც კამპანია. ეს არის ყველაფერი რეკორდის კავერები და შეიძლება რომ ესეთ რაღაც ფორმაზეც ეთყობა ხო რომ აქ უნდა ჩაიდოს მე ეს. თქოს პალიტრაც ყველა სხვადასხვა აქვს, მაგრამ მაინც კამპანიის ნაწილია. და შეიძლება მოკაფზე დაიდოს და ამ ვინილის ცენტრის იმაზეც რაღაც ნაწილი მოხდება მე ხო ცენტრში რაღაც ბეჭდება ხოლმე. ძალიან ვინილს ვთქვათ. აი ესეთი კაი მაგალითია მაგის ეს კამპანია ესე ვთქვათ თუ რაც ხო რეკორდის კამერები. არტივია მაგრამ ესეთი ეფექტური. თავის ფერებით და წარწერით და ყველაფრით. Okay. ხო და მუშაობა მას კენით რა ქვია დაიწყეთ ყველა მitmedes ვისაც არ გაქვთ თქვათ მოფიქრებული რა თემაზე უნდა გავაკეთოთ მე 11 ლექცია როგორც ვუსით მე 15-ზე ჩემთან უნდა გავაკეთოთ პრეზენტაცია და გრჩება 3 ლექცია იქამდე ხო თან ვცდილობ ხოლმე რაღაც დავალებით ცოტა ესე მოგცეთ ცოტა მოგცეთ რომ მაგაზეც იფიქროთ და ხო ბრენდ ბუქსაც ნაკლები გვაქვს ნალაპარაკები მაგრამ ვფიქრობ რომ ანუ რომ დავამთავრებთ ლექციას მე მაგას თუ აი დავით არჩეული ახლა თუ აირჩევთ კიდე ემას ვიზავ რა ქვია მე იმას ვქნათ ზუსტად ვნახოთ რა არის აუცილებელი რომ იყოს და რა შეიძლება რომ იყოს რომ თქვათ უფრო მაგალითად მრავალფეროვანი გახადოთ ხო ის ბრენდბუქი მაგას ცოტა ხო არ გაჩვენებთ ხო ამას დაიწყეთ მუშაობა რაღაც გავლენის ქვეშ არ მოგაქციოთ და მე გაჩვენოთ რომ ზუსტად როგორ უნდა იყოს ხო ანუ განშლაზე გელაპარაკეთ რეკორდებიც ესეთი არაფერი ანუ მაგალითად როგორც გაჩვენეთ შეიძლება ახლა როგორც გაჩვენეთ შეიძლება რომ ისეთი იყოს პოსტერები ვიცით ციგნის ყდებიც ისეთია დანარჩენს ყველაფერს მუშაობის პროცესში შეგესწრებთ ხო მე 15-ზე რომ მაჩვენებთ მე მაგაზე აქტიურად ვილაპარაკოთ ხო, ეხლა სტაჟების იმას დაკავშირებით გქონდა რაღაც კითხვა თუ შეიძლება. აბა, ხო მან მაგის ის ხო დიზაინი ან საიტის დიზაინი კი გავაკეთე რაღაც, მაგრამ ნუ რადგან აქამდე არ ქონია შეხება თუ შეგიძლიათ რომ შეხედოთ და მითხრათ რა ვიცი რამე რამდენად ღირს გაგზავნოთ. გამომიგზავნე მეილზე და მოგწერ. ეგ საიტი.
ხო, კაი, ვფიქრე ხოჩინებ მეთქი, მაგრამ კაი რა ვიცი. თუ გინდა გახსენი აქ. გინდა? ეკრანს ვერ გავაზიარებ მე. ჩატში ჩავაგდო. მე ვერ გავხსნი ახლა XD-ა? არა, PNG-ია. ოკეი, მიდება გახსენ. PNG-ით გავიტანე. მაგრამ ეკრანი როგორ გავაზიარო მე? გამომიგზა, თუ გინდა ნებას მოგცემ თუ გააზიარებ ეკრანის. კი, გავაზიარებ ერთი წამით რო განახოთ. რაღაც სტანდარტები კი ეწერა იქ, მაგრამ ეხლა წესიც უნდა შეძლო შენ გაზიარება ეკრანის. Your time screen. წამით. ჩანს? ჯერ არა, ეხლა ჩანს. ანუ რამდენიმე გვერდი აქვს გასაკეთებელი. ეს არის მთავარი გვერდი. თუ არ მოიცა, არ არის მთავარი არის ერთი წამით. მთავარი არის ეს. და თავიდან როგორც დავიწყე კეთება, მე იქ სხვა რეზოლუცია ეწერა და მაინც ორივე დავტოვე. ეს არის მითითებული, რომელიც ამარჯვნივ და ეს თავიდან მე რაც გავაკეთე და მაინც ორივე ვარიანტი გავაკეთე და არ ვიცი ნორმალურია ვითომ. კი, ნორმალური არის, რა თქმა უნდა, შენიშვნები და ისინი იქნება, მაგრამ ახლა რაც შეხება არ გქონიათ UI/UX-თან, ახლა მაგას ეს ლოგოები და რაღაცები ცალკე იმაში გავაკეთე ილუსტრატორში, რომ მე გაფართოებაზე ცუდი არ გამოსულიყო ეს ლოგოც გადავხატე. ხო, ოკეი, ძალიან კარგი. ელენე, რამე სხვა არ გაქვს რჩევა UI/UX-ში? ისმის ჩემი ხმა? ისმის. აი ის ჯგუფი რაც გავაკეთე, ჯობია მე მგონი რომ ეგეთი რაღაცა უფრო ლექციის გარეთ რაც გექნებათ ხოლმე განვიხილოთ იქ ამ შეგვიძლია საათობით განვიხილოთ. ანუ ბავშვებმა მარიშ კიდე ანუ არ მიმატებენ და უბრალოდ დარჩებიან რაღაც ინფორმაციას. რატომ არ მიმატებენ? ეს დარჩებიან რაღაც ინფორმაციის გარეშე უბრალოდ. იმიტომ რომ ეხლა მაგალითად თუნდაც ბრენდბუქზე თუ იქნება ლაპარაკი, ჩვენ შეგვიძლია იქ უკვე იმ ჯგუფში ჩავაგდოთ რაღაც აი 3 ტოპ მაგალითი რისი მიხედვითაც მე გააკეთებენ. ან საიტი თუნდაც. დამამატე მაგ ჯგუფში რაც მე. აი ოკეი, ხო, მან შეგიძლიათ ხო UI/UX-ზე უფრო ელენეა ხოლმე და მენტორობის დროსაც ელენა იმას ისევს ხოლმე გირჩევთ რაღაცებს და დადეთ იქ და იმას ისევს რა ქვია თუ აპირებთ კიდე გაგზავნოს რაღაც რჩევებს მოგცემ. აი ეხა თუნდაც თუ იქ მე მგონია წერა კიდევაც რაღაც სამაგალითო საიტები, მაგრამ ეს ხო არის რაღაც სადაზღვევო კომპანია და ვაჩვენებდი მაგალითად რაღაც 3 ისეთ ვარიანტს, რომელიც შეუძლია რომ უნდა შევძლო რომ იხელმძღვანელოს. ოკეი. მან დიმასკაინ, მან დაქტიურა. პრობლემა მე ჩატში მაშინ აი იქ ჯგუფში რომ დადოთ. Classroom-ში? არა, Facebook გვერდზე. ოკეი. ბოდიში ბოლომდე ვერ გამოყევით. ეს რაზე გაგზავნა იყო ესენი? სტაჟირება უნილაბის. ხიდს მოგიხსნით, რაც არის ხოლმე ცოდნიდან სამსახურის დაწყებამდე რაღაც სხვა გეპი რაც არის ხოლმე. გავივლეთ იქ 4 თვეა. და რეალურ პროექტებზე იმუშავებთ. უნილაბმა დადო უკვე მეც დაგიპოსტეთ ეს და ნახე, უბრალოდ დროის გამო, ანუ აზრიც არ აქვს რომ გავაგზავნო, იმიტომ რომ ვერანაირად ვერ მოახერხებ, მაგრამ იმას აქვს ამ კურსთან რაიმე კავშირი, იქ წარმატებულად შერჩევა ამ კურსთან რაიმე კავშირია თუ უბრალოდ ნებაყოფლობით არის? არა, ნებაყოფლობითი არის ეს სტაჟირებაზე. ოკეი. კაი. სტაჟირების მერე რა ხდება? სტაჟირებას რო გავიტყვით. სტაჟირების მერე მაგალითად ახლა ეს არის რა ქვია, ერთი ვარიანტი რაც გითხარით, ოღონდ დაგიჯერა დაგვიწყია, შეიძლება პირდაპირ დაგამაგროთ რამე იმაში ხო კომპანიაში თუ ეგ არ შესრულდება სტაჟირების მერე დაგროვილი გექნებათ რეალური პროექტები, ანუ თქვენი პორტფოლიო იქნება ბევრად იმაზე უფრო რეალური და უფრო მისაღები დამკვეთისთვის, რომ ანუ თქვათ რეალურად თქვენი პოსტერები სადღაც იარსებებს, იმ ბლოგოებზე რაზეც მუშაობთ, ყველაფერი იქნება და სამუშაო გამოცდილებად ჩაგეთლობათ მე რომ აგიყვანო. ამ ყველაფერს რასაც ყვები არის ჩემი გავლილი გზა აქამდე რაც გავიარე, ხო? ანუ ჯერ
უბრალოდ ჩავაბარე ჩვეულებრივ სამხატვროში, იმაზე რა ქვია, მულტიმედიაზე და მერე ჯეოლაბის სტაჟირება მაქვს გავლილი, იქიდან დავიწყე მერე ეს უბრალოდ შეთავაზებით სამსახური და ასე შემდეგ, მაგის მერე არის, რომ თქვათ, მე ლექტორიც ვიყავი და დღემდე ვარ, ხო? ესე კონკრეტული დაპირება, რომ ეს სტაჟირების მერე აუცილებლად ამას და ამას გააკეთებ, არ არსებობს, მაგრამ საკუთარი გამოცდილებიდან რო გელაპარაკოთ, ანუ მთელი ჩემი კარიერა მაგაზე დაყრდნობით აიწყო, ანუ სტაჟირებით კი. როგორც ეს ჯეოლაბში, ეს ნილაბი ჯერ გახსნილი არ იყო. მაგრამ მსგავსი სტაჟირება იყო, ანუ 4 თვიანი რაღაც ესეთი მენტორით და ყველა. რეგისტრაცია როდემდეა? 9 თებერვალს შეგიძლიათ რომ დავალება გამოგზავნოთ ბოლოს. ის რაღაც Facebook ის პოსტერები რომ უნდა გავაკეთოთ, ხო ეგაა დავალება? აჰა. რაღაც. შაბათ კვირას შეგვიძლია მუშაობა? შაბათ კვირას? ხო, 5 დღეში 2 საათიც ხო? ხო, რეალურად მან ყველაფერი დამოკიდებულია დედლაინზე. ხა ეს გაწერილი სამუშაო გრაფიკი არ გექნებათ რეალურად, როცა ჩვენი შეხვედრები იქნება ხოლმე როგორც ახლა ვხვდებით, რომ რაღაც საორიენტაციო 2 საათის განმავლობაში დაახლოებით მიმოვიხილოთ რაღაც ტასკები და რაღაცები გავინაწილოთ და დანარჩენი რა თქმა უნდა შაბათ-კვირასაც შეგიძლიათ იმუშაოთ, თუ მოასწრებთ რაღაცებს, ხო და დედლაინებში თუ ჩაჭდებით, ცოტა ისეთი მობილური ის გვაქვს ხოლმე გრაფიკი, რომ ძალიან პრობლემატური არ იქნება. თავია დრო გქონდეს, მართლა ლევანის შემთხვევაში როგორ ხა თუ არ გაქვს დრო, მაგას საშუალება არ აქვს, ხო? ხა დრო თუ არ არის, საერთოდ რატომ უნდა გამოაგზავნო, ხო? მაგრამ თუ რაღაც დრო გაქვს, მაშინ კი ბატონო. ის შაბათ-კვირაზე არ მიფიქრია მეც და შეიძლება გამოვაგზავნო. ხო, იფიქრება. ოკეი. კაი, თუ მეტი კითხვები არ გაქვთ, დაგამშვიდობებით მაშინ. ნახვამდის. ნახვამდის.